სოფელ დერთლის მთამდე მისასვლელი გზა დღეს ასე გამოიყურება. ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოშლილმა მეწყერმა სოფლისა და მთის დამაკავშირებელი მონაკვეთი ჩახერგა. სტიქია მთაში სასმელი წყლის სისტემა დააზიანა, რის გამოც 200-მდე ადამიანი წყლის გარეშე დატოვა და ცენტრს მოწყვიტა. მეწყერის შედეგად არავინ დაშავებულა. სოფელ დერთლის მოსახლეობა ამბობს, რომ მოვარდნილმა ნიაღვარმა მსხვილფეხა პირუტყვი გაიტაცა, თუმცა მათი გადარჩენა ადგილობრივებმა მოახერხეს. მთაში წყალი არ არის. სასმელი წყალიც დაზიანებულია მოსახლეობისთვის, რის შემდეგაც მოყვა აქამდე ჯერ რეაგირება არავისგან არაფერი არ გვაქვს. პრაქტიკულად გზა მისასვლელი არ არის, წყალი არ აქვს მოსახლეობას მთაში. გზა არის სავარაუდოდ 1-5 მეტრის მონაკვეთი მოგლეჯილი და წაღებული. სოფელ დერთლის მოსახლეობა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელს უყურადღებობაში ადანაშაულებს. ისინი ამბობენ, რომ სტიქიის შედეგად დახმარებისთვის ზაქარია ენდელაძეს მიმართეს. იგი ადგილობრივებს დაპირდა, რომ აღმასრულებელი ორგანო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებდა. მანამდე კი პრობლემის დროულად მოგვარება დაზარალებულებს საკუთარი სახსრებით შეეძლოთ. სასწრაფო ზომებია. მისაღები ხო და მეოთხარი ტრაქტორია შეძენილი თქვენთან სოფლის გარდაჭერის პროგრამით და თუ სასწრაფოთაა მეთქი გასაკეთებელი შეგეძლია თქვენი ძალებით დაიწყოთ მეთქი სანამ ჩვენ ბალანსია ბატონო ზაქროეს ტრაქტორი. რა მნიშვნელობა ჩვენ ბალანსი? მნიშვნელობა ძალიან დიდი აქვს. ამას რემონტი სჭირდება, ტრაქტორს ბაშმაკები არ აქვს, ვერ გადაადგილდება. საწვავი სჭირდება და მე გთხოვეთ რომ სასწრაფოდ გადაუდებელი ზომებია მისაღებელი აქ რამაზეა აქცია დაწერა და რომელ გამგეობის განხილვაზეა ლაპარაკი ხალხი უწყლოდ არის მეთქი. მომისმინეთ ერთის ფული შეაგროვეთო და გააკეთეთ. ნახევარია. ხალხი უწყლოდ არის გადაუდებელი ზომებია მისაღები და სასწრაფოდ გჭირდება დახმარება მეთქი. მივიღე მისგან ასეთი პასუხი რომ თუ სასწრაფოდ გჭირდებათ ფული შეაგროვეთ და გააკეთეთ გზაო. 24 საათი გავიდა და 24 საათის განმავლობაში თუ არ მოვიდოდნენ თქვენ რომ არ მოსულიყავი ჟურნალისტები, მომსვლელიც არავინ იყო. და აქ მოვიდა თვითონ პროვოკაციულად და ისევ წავიდა. სოფელ დერთლის მოსახლეობას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი შეხვდა. ზაქარია ენდელაძის თქმით, სტიქიის ადგილას სპეციალურად შექმნილი კომისია მუშაობს. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ადგილობრივები პროვოკაციაში დაადანაშაულა, რასაც მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. გაგზავნილია კომისია შეისწავლის საკითხებს და ამის შემდეგ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება საქმის ასეთ დრამატიზებას, მე ვფიქრობ, რომ ეს არის პროვოცირებული. იმიტომ რომ ჩემთვის ხდება ცნობილი ზუსტად იმ პერიოდში დაახლოებით რა დროისთვისაც ბატონი ზურაბ ჩილინგარაშვილი უკვე იქნებოდა რეგიონში ჩამოსული. ამის შემდეგ იწყებს ჩემთან დარეკვას ჩემი რწმუნებული, 3 წუთის შემდეგ რეკავს მოქალაქე დერცელიდან და იწყება შემდეგ ასეთი პროვოკაციული საუბრები. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრალდება, სადაც ის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პროვოკაციაში ადანაშაულებს, ადიგენის მუნიციპალიტეტის დეპუტატი ზურაბ ჩილინგარაშვილი გამოეხმაურა. მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ სოფელ დერთლის მოსახლეობა მას დაუკავშირდა და დახმარებას თხოვა. ჩემთან განხორციელდა ზარი და მთხოვეს, რომ იქნება როგორც დეპუტატს, იქნება როგორმე თქვენ დაგვიდგეთ გვერდში და რაიმე ზემდგომ ორგანოებს მივაწვდინოთ ხმა ჩვენი უბედურების შესახებ. მე გადავწყვიტე რომ ეს იქნებოდა საუკეთესო საშუალება რომ ტელევიზიებისთვის მეთხოვა და იქნება გაეშუქებინა დამით გვეწვდინა ხმა თავრობისთვის და აქედან იწყება ყველაფერი უბედურება. აი ეს ბრალდებები, ეს აბსურდული რაღაცები, ვითომ ეს ყველაფერი ჩვენ მოვაწყეთ სასაცილოა. სოფელ დერთლის მოსახლეობამ გამგებლის პასუხის შემდეგ 112-ზე დარეკა და დახმარება საგანგებო სიტუაციების სამსახურს თხოვა. შემთხვევის ადგილზე ადიგენის რაიონული პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა რამდენიმე მათგანს ჩვენება ჩამოართვეს.